ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების არჩელი ფარას ივანიშვილის ფარას წინააღმდეგ სტრასბურგში დარეგისტრირდა, თუმცა დროებითი ღონისძიება, ანუ კანონის მოქმედების შეჩერება არ ჰქონდათ მოთხოვნილი. Რატომ არ მოითხოვეს ეს, თუ ეს კანონი ღუპავს საქართველოს, რატომ არ მოითხოვეს შეჩერება? იმიტომ ხომ არა რომ ეშინიათ და იციან რომ უარს მიიღებენ სტრასბურგისგან. ცხადია უარი იქნება, ხო წარმოუდგენელია. ჩვენ ხო კოპირება გავაკეთეთ არსებული და მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და სხვათა შორის წარმატებით ფუნქციონირებს. მაგ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ თუ რაში იღებს ზოგიერთი კონგრესმენი ფულს, როგორ გააშავოს ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო, ეს ყველაფერი ცხადი და ცნობილი გახდა ზუსტად ფარას კანონის საშუალებით და იციან წინასწარ რომ მარცხისთვის განცირულები არიან და იმიტომ არ მიიღეს, იმიტომ არ დაარეგისტრირეს მაგ მოთხოვნით. დანაშაულის სტატისტიკა შემცირებულია, ნარკოდანაშაულის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხმაზე გაასაჯაროვა კონკრეტული ციფრები და დაანონსა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო იქნება სახელმწიფო, რომ შეგვიფასოთ ეს დანაშაულის წინააღმდეგ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ციფრები, რაც გვაქვს დღევანდელი მონაცემებით, რა თქმა უნდა, არის საინტერესო, თუმცა უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ზოგადად ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება. ზოგადად დანაშაულის სტატისტიკა შემცირებულია, ისიც რომ შეგვიფასოთ, რას აკეთებს სახელმწიფო დანაშაულის შესამცირებლად. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეს ერთობ მნიშვნელოვანი არის. ამიტომ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ თანამშრომელმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში შესანიშნავი შედეგები გვაქვს და, რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. გუშინ სოფია ფერიძემ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, მათ შორის სოფია ფერიძემ. მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებისგანაც უნდა ელოდოთ, ესე ვთქვათ, სიურპრიზს. ეს ხომ არ არის ერთგვარი აღიარება, როდესაც გვახსოვს, რომ ხაბეიშვილი მაღალჩინოსნებს ურეკავდა ანიტას სახელით. ხო, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, განცხადებები, განმარტებები ბევრი იქნა გაკეთებული, პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ კავშირებზე, შესაბამისად ის მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, დამხობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციების გავრცელებას კონკრეტულ ფაქტებად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანონ ნიჰილიზმი, როგორმე საზოგადოებაში გააჩინონ მკითხვები, თუმცა ყველა ქმედებას, რომელიც იქნება გადადგმული კანონის წინააღმდეგ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, რა თქმა უნდა, მოყვება მკაცრი რეაგირება ასევე კანონის ფარგლებში. ხელისუფლება რას უნდა ელოდოს 4 ოქტომბერს? ხელისუფლება ელოდება გამარჯვებას. ელოდება გამარჯვებას, საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის თანადგომით და მხარდაჭერით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში შევძლებთ როგორც საკრებულოს, ასევე მერების არჩევნების გამარჯვებას. აი უთავოდ ისე კითხვა თუ შეიძლება, რატომ გადაწყდა, რომ ერთი თვითონაც ჩამოსულიყო არჩევნების დასაწყისად? ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს. თუმცა ზოგადად არ ხდება ხოლმე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ეუთო ოდირის მოწვევა, მაგრამ რადგან იყო ეს დაჟინებული მოთხოვნა, ასევე ახსნა განმარტება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო ოდირის მიერ დადებული დასკვნა ფაქტურად ფეხქვეშ გათელეს, იმიტომ რომ მათთვის მისაღები შედეგები არ იყო. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, გარე ძალებით ჩართულები იყვნენ და გვახსოვს ევროკავშირის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, რამდენად შეურაცხმყოფელი იყო, როგორ აბულინგებდნენ აღნიშნულ დასკვნის გამცხადებლებს.
თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, მოვიწვიეთ ელთოოდირი, რომ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი არ დაჩეს აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჰელსინკის კომისიაზეც გითხავთ, 2 დღეში არის და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ესწრება და ასევე თინა ხიდაშვილი. რას უნდა ვუყოლდოთ ამ კომისიისგან ერთ-ერთი მთავარი? არაფერს. ასე მეგობა რა გზაც არაფერს არ ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება გავაჟღერეთ ძალიან ბევრჯერ. ბოლოს პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში რა დამოკიდებულებაც იყო, რომელიც დაფუძნებული იყო უსამართლობაზე, ტყუილზე, სიცრუეებზე, ბევრი მუქარა მოვისმინეთ ჩვენ, რომელიც გაჟღერებული იყო ცილისწამებლური ინფორმაციით. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ახალი პრეზიდენტი, ყავს ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლებამ მზად არის გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი და ბოლოს გკითხავთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც იცით, ნაწილი ოპოზიცია იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ნაწილის განცხადებაა, რომ 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობის დღე. როგორ შეაფასებთ? ხო, ნუ ეხლა ოპოზიციის ერთმანეთში პოლემიკას მე არ განვიხილავ და არ დავიწყებ შეფასებას. ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ხვდებით მოსახლეობას, საუბრობთ განსახორციელებელ პროექტებზე. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც აქვს ხედვა თბილისთან დაკავშირებით მომდევნო წლების განმავლობაში რა უნდა გაკეთდეს. ერთადერთი გუნდი ვართ, ვინც ზუსტად ვიცით თუ რა პრობლემები და რა გამოწვევებია ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა და ოპოზიციის გეგმებზე და ერთმანეთში დაპირისპირებაზე, ალბათ ჯობია სხვამ ისაუბროს, თვითონვე გააკეთონ განმარტებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით.